მოგესალმებით ჩემოსმენელებო, გავაგრძელოთ თემასახარების განმარტება და წავიკითხოთ მე-17 მუხრიდან. იესომ თქვა, იქნებ ხალხს გონია თითქოს ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი და არიციან, რომ მიწაზე გათიშულობის, ცეცხლის, მახვილის, ომის მოსატანად მოვედი. რამე თუ ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში, სამნი იქნებიან ორი წინააღმდეგ და ორნი სამის წინააღმდეგ. მამა ძის წინააღმდეგ და ძე მამის წინააღმდეგ და ისინი იდგებიან როგორც ერთადერთნი. ხა, რაც ჩანაწერები მოვიპოვე თემასახარების განმარტებასთან დაკავშირებით სემინარში სწავლის პერიოდში, იმას გიმხელთ მეგობრებო. რომ ეს წიგნი თავიდან იყო ბიბლიაში შესრული და შემდეგ ამოიღეს. ზუსტად 118 მუხლის გამო. ნენელა მიყვებ ჩვენ განმარტებას და მე ბევრი არა მაქვს, 22 მუხლის განმარტება მაქვს, მაგრამ რაც მაქვს იმით დავკმაყოფილდეთ, რაც ჩამივარდა ხელში ეს ინფორმაცია, ჯერ ის შევიწოვოთ და ის გავიაზროთ. საკმაოდ ბევრი სასაუბრო მექნება დღეს, იმედია ჩავეტევი ამ ლაივში, თუ არა და შემდეგ ლაივში აუცილებლად გავაკეთებ და დავასრულებ. ესე იგი, ჩემი სწავლების მსმენელებს უმრავლესობას თავისგან დამოუკიდებლად ჩემი იმედი აქვთ, რომ მე მოვედი მათთან, რომ დავამშვიდო მათი ცნობიერება, რომელიც უკვე თავისთავად უკვე გაწონასწორებულია და თავის არში უძრავია და შვიდი და ვერ იაზრებენ იმას, რომ მე მოვედი, რომ მივცე მათ საკუთარ სხეულთან გამიჯვნა. ცეცხლი ღვთაებრივ გულში აღძრული. მახვილი ყურადღების ფიქრის გამკვეთი და ლომი საკუთარ თავთან და ეს უნდა მოხდეს შინაგანში, სადაც ხუთი გზნობაა და სადაც სამი გემო ყნოსვა და შეხება, რომლებიც არიან სხეულის ფუნქციები, უნდა გაემიჯნონ ორს, მხედველობასა და სმენას, რომლებიც ცნობიერების სფეროს განეკუთვნებიან და ორნი, სხეული და გონება უნდა გახდეს სამის დაკვირვების და საკვირვებლისა და დამკვირვებლის ობიექტი. და მამა ყოველგან გამრცობილი ცნობიერება ძეში, საკუთარ ცნობიერებაში, დანახული და პირადი ცნობიერება ძე კი მამაში, მთელი სივრცეში გამრცობილი ცნობიერებაში დანახული და ეს ყველაფერი იარსებებს განმარტოვებით საკუთარ თავში დგომით. ანუ ამ ყველაფრის აღსრულებას ადამიანი შეძლებს მონაზვნობით, განმარტოვებით. მონაზონ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მარტო, განმარტოვებით გასულ ადამიანს. განდგომით ამ ქვეყნიდან და არა დედამიწაზე 64 ლოდინით. მოკლედ ეს არის განმარტება ამ მუხლის შესახებ, მოკლედ იესო ქრისტე რას ამბობს რომ ამ გაყოფაში და ცეცხლის მოტანაში. პირველი ეს ცეცხლი არის ღვთაებრივი ცეცხლი აღძრული გულში. ეს არის მახვილი არის ყურადღების ფიქრის გამკვეთი და არა პირდაპირ გაგებით ვიღაც დასახოცად მოსული და შფოთის ჩამოხდები ქრისტე. და ომი საკუთარ თავთან, ეს უნდა მოხდეს შინაგანში, აი სამი ორი წინააღმდეგ იქნება და ორნი სამის წინააღმდეგ იქნებიან. ეს სამი არის გემო ყნოსვა და შეხება, რაც არის მატერიალური და არის ასე ვთქვათ, დამოკიდებული ადამიანის გრძნობელობაზე, აი გრძნობებით რო აფასებს მოსმენი და რაღაც ისეთი ენთუზიაზმით რო არ განწყობილი და ამ სამს ბრძოლა იქნება ორთან, ანუ ეს ორი არის მხედველობა და სმენა. ხედავთ, ენთუზიაზმი წინააღმდეგ აღდგება მხედველობისა და სმენის წინააღმდეგ, რაც გვესმის და რასაც ხედავთ, ანუ კითხულობთ, იმის წინააღმდეგ აღდგებიან ეს ენთუზიაზმის გრძნობები, ანუ შეხება, ყნოსვა და გემო. აი ეს ადამიანში დღესაც არის, რომ რწმენის საფეხურების ასვლას ეღობება ზუსტად ეს სამი ცოდვა. სათნოებად გემოთ მოყვარება, ანუ ნაყროვანება, დიდების მოყვარება და პატივმოყვარება. ეს სამი ცოდვა, რომელიც მაცხოვრმა უდაბნოში გამოსვლისას დაამარცხა, ზუსტადაც არიან ის სამი მტერი, რომელიცაც ეუბნება ორს. ანუ ოჯახი ეს ერთი მთლიანობაა სხეული. ამ სხეულში ხუთი გზნობაა და ეს ხუთი გზნობა ამ ორ გზნობას ეწინააღმდეგება, მხედველობასა და ყნოსვას. ზუსტად მხედველობისა და უпроსტად სმენა და მხედველობა. სმენიდან და მხედველობიდან ვიგებთ ჩვენ ქრისტეს ინფორმაციას და შემოდის ჩვენში ჭეშმარიტი ცნობიერება ღვთის შესახებ. ჩვენ რო არ წაგვეკითხა ბიბლია, ჩვენ რო არ წაგვეკითხა წერილები ქრისტეს შესახებ და ჩვენ არ მოგვესმინა ქრისტეს შესახებ გარდამოცემები და ინფორმაციები, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებით ქრისტე ვინ არის. ყრუმუნჯები ვერასოდეს ვერ ხვდებიან ვინ არის ქრისტე. ამიტომ მათ უხატავდნენ ხატებს და ხატებით გადმოცემული ინფორმაციით ისინი იგებდნენ სახარებისეულ სიუჟეტებს. ამიტომ დაჭირდათ ხატწერა, თორე არავითარი ხატი პირველ საუკუნეში არ გამოიყენებოდა მათთვის, ვისაც წერილობით ედოთ
ქრისტეს შესახებ ინფორმაცია. მათ არ სჭირდებოდათ არავითარი ხატწერა აღწერილი მოვლენის გადამოსაცემად. ასე რომ ეს ორი გზნობა, ყნოსვა, ეს ორი გზნობა, მხედველობა და სმენა ეწინააღმდეგება გემოს ყნოსვასა და შეხებას. ამ გაგებით არის თომას სახარებაში მოცემული ეს განმარტება. ეხლა გავაგრძელოთ მე-18 მუხლი. იესომ თქვა, მე მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და იმას, რაც ყურით არ სმენილა და იმას, რასაც ხელი არ შეხებია და იმას, რაც კაცის გულს არ შეუგრძნია. იესომ თქვა, მე მოგცემთ თქვენ იმას, რაც არ უნახია თვალს და იმას, რაც არ სმენია ყურს და იმას, რასაც არ შეხებია ხელი და იმას, რაც არ შესრულა გულში ადამიანის და რაც მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის. იგივეს ვისმენთ პავლე მოციქულთანაც პირველი კორინთელების მეორე თავის მე-17 მუხლში, ანუ აქ საგულისხმოა ის, რომ მოციქული ამბობს, ვით არცა წერილ აარსო, მაგრამ ეს სიტყვები არ არიან ბიბლიის ტექსტებში, რასაც იესო ამბობს, მე მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს. საგულისხმოა, რომ ეს ტექსტი განეკუთვნებოდა იმ ტრადიციას, რომელსაც წარმოადგენს თომას სახარება და ეს ტრადიცია იყო ცოცხალ მაცხოვართან ჩამოყალიბებული ტრადიცია. როდესაც მაცხოვარი ამბობს, მე მოგცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანი გონებითი მოღვაწეობის მუშაკისათვის თავიდანვე ნათელი უნდა იყოს ის, რომ მისი მოქმედება და ნებელობა არაა მიზეზი ღმერთთან მიახლების. ასევე ის, რომ მოღვაწეობის არსი უნდა იყოს სწორედ საკუთარი პირადი ნების ჩაცხრობა და მოპოვება ღვთის ნების მოქმედებისა საკუთარ თავში. ამას ეძახიან უნებურ მოქმედებას. იოანე მახარებელი გვასწავლის, ღმერთი არავინ სადა იხილაო. მაგრამ მაცხოვარი კი გვასწავლის 9 ნეტარებაში, ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, რამე თუ მათ ღმერთი იხილონო. ნუ თუ პარადოქსია ეს არამს და არამს. ნახეთ მეგობრებო, იოანე ამბობს არავისა და იხილა, ხოლო იესო ამბობს 9 ნეტარებაში, მათეს სახარებაში, რომ ნეტარ არიან წმინდანი გულით, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. შეუძლებელია, რომ ვინმე ხედავდეს რაიმეს მარადიულიდან, თუ კი იგი არ გახდება მისი მსგავსი. ჭეშმარიტებაში, ანუ ღმერთში ისი არაა, როგორც იმ ადამიანისთვისა, რომელიც ამ წუთის სოფელშია. იგი ხედავს მზეს, თუმცა კი იგი არაა მზე და იგი ხედავს ცას, მიწას და სხვა ნივთებს, თუმცა იგი კი არაა ეს ყველაფერი, მაგრამ შენ დაინახე რაღაც იმ ადგილზე, შენ იქეც იმად, შენ დაინახე სული, შენ გახდი სული, შენ დაინახე ქრისტე, შენ გახდი ქრისტე. ხედავთ მეგობრებო, ანუ შენ დაინახე მამა, შენ გახდები მამა. ამიტომ ამ ადგილზე შენ ხედავ ყოველ საგანს და მარტო შენ თავს, ხოლო ხედავ რა შენს თავს მასში, ამიტომ შენ გახდები ის, რასაც შენ ხედავ. ასეთი განმარტება არის ღმერთის ხილვა. რას ნიშნავს ღმერთი არავის სადა იხილა? ღმერთის ხილვა ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც შენ თვითონ გახდები ის, რასაც ხედავ. მაშას ხილვა ღმერთის არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევიცვალოთ ჩვენს ბუნებაში და ისევე ისეთებმა, როგორებიც ვართ, ჩვენი ნდომებით, სურვილებით, ნებებით და ანგარებებით ვიხილოთ ღმერთი, ჩვენგან დამოუკიდებლად მსგავსად იმისა, როგორც ხედავთ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. არამედ იმას, რომ ჩვენ უნდა აუმაღლდეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღმერთის დონემდე და ვითარცა ღმერთის თვალებით ჩვენც უნდა მზერდეთ ყველაფერს, ისე როგორც სწორედ ამ ყველაფერს თავად ღმერთი. აი ამას ეწოდება ხილვა ღმერთისა. მაცხოვარი რომ გვეუბნება მოგცემთ იმას, რაც არ უხილავს თვალსო და ასე შემდეგ, რომ ეთქვა მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებაზე, მაშინ არ ეთყოდა მოგცემთ იმასო, რაც არ უხილავს თვალსო და ასე შემდეგ. არამედ ეთყოდა რაც უხილავიაო. ან დანახვაც არ შეიძლებაო, მაგრამ არა, ჩვენ უნდა მოველოდეთ იმას, რაც არ გვიხილავს და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, ღმერთის არსების გაობიექტურება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ღმერთთან მიახლოება მის ბუნებასთან დამსგავსებით შეიძლება? ასე რომ ვინც განიღმთობა, იგი ხედავს არა თავად ღმერთს, როგორიც ასეთი, არამედ იგი იწყებს ყურებას ღმერთის თვალებით და აი მაშინ იგი ხედავს იმას, რაც არ უხილავს ადამიანს. ხედავს ღვთაებრიობას ირგვლივ ყველაფერში და ყველაში. ისმენს იმას, რაც არ მოусმენი ადამიანს. ისმენს ღვთაებრიws, ეხება ღვთაებრიws და ფიქრობს, რას ფიქრობს? გონება დუმს გაოცებული. აღარ საჭიროებს დანაწევრებულ აზროვნებას. ფიქრი და უფროს სწორედ მგონი მიედინება, ვით როგორც ჭვრეტა. გონება აღარ აზროვნებს, რადგან დაამთავრა გაუგებრობა. მან უბრალოდ გასცა ყველა კითხვას პასუხი. იგი ხედავს ღმერთს ყველგან, ყველაფერში, ყველაში. იგი უსმენს ღმერთს ყველგან, ყველაფერში და ყველასგან. იგი ეხება ღმერთს ყველგან, ყველაფერში, ყველაში და მეტიც, იგია ღმერთში და ღმერთია მასში. მისი გული გადავსებულია იმ ღვთაებრიობის განცდის ნეტარებით, ისეთი, რომელიც არ უგემია ადამიანს დაცემის შემდეგ. აი პარალელს გავავლებ ენოქის ციკთან, ენოქის ციკში.
მოხსენებული არის 105 თავის მეორე მუხლში, რომ მის სიცოცხლეშივე იქ დილმანის კომენტარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მის სიცოცხლეშივე, ანუ ღმერთის მორწმუნე მართალი ჭეშმარიტ ადამიანის სიცოცხლეშივე მე და ჩემი ძე გავერთიანდებითო ამბობს სულ თაოფალი და მივალთ მასთან. მის სიცოცხლეშივე ხდება ეს პროცესი და გაერთიანება რო ხდება მამისა და იმ პიროვნების, რომელიც მამასა და ძეს ერთობაში შედის, ამას ქვია ზუსტადად ღვთაებრიობის განცდის ნეტარება. ანუ იგია ღმერთში და ღმერთია მასში, რასაც თომა მოციქული ადასტურებს. ღმერთმა შექმნა ადამიანის სახეთ თვისა და მსგავსად თვისათო, გაუწყებს წინაწელი. სახება, ანუ ხატება არასოდეს არ დაუკარგავს ადამიანს. დაკარგული აქვს მსგავსება. მსგავსების დაკარგვა კი მოქმედების სხვაგვარობას ნიშნავს და მეც არაფერს. ის პირველ საწყისი სახე კი ყოველთვისაა ყოველ ადამიანში, რა უგონოც კი არ უნდა იყოს ის. ივანე მახარებელი თავის პირველი ეპისტოლეს ხომ ასე იწყებს, რომელი იყო პირველიდან, ანუ იმაზე რაც იყო დასაბამიდანო და ასე შემდეგ. ანუ ადამიანმა ღმერთი კი არ უნდა მოიპოვოს, კი არ უნდა მიაღწიოს მას, არამედ უნდა მოიძიოს თავის თავში, უნდა მონახოს იქ შიგნით საკუთარ თავში მისი გამოვლენა. ამას რომ წერილები მაგას გვეუბნება, ხო? მამა გახადე ისეთივე ერთნი, როგორც მე და შენ ვართ ერთი. ანუ ჩვენც ისეთივე ერთი უნდა იყოთ, როგორც მამა და ძეა ერთი. და ეს ერთიანობა, ანუ ეს არის ჩვენში შემოდის, ხო? მე თქვენში და თქვენ ჩემში ამბობს მაცხოვარი. ივანეს სახარებაში. ღმერთთან ვერ მიხვალ, რამე თუ უკვე იმყოფები მასში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია, როცა სახარებას გამმარტავთ. ეს არის თამდევი, ასე ვთქვათ, დევიზიც კი არის სახარებისეული ეს ტექსტი. ღმერთთან ვერ მიხვალ, რამე თუ უკვე იმყოფები მასში. ამიტომ არ არსებობს დრო, ან მომავალი, ან მანძილი მასთან დაახლოების. აი ხო გინახიათ, ღმერთთან დაახლოების გზა არის, რომ ტაძარშია რომ მამა მოძღვარი აიყვანო, აღსარება, ზიარება და როცა იქნება, როდის იქნება ღმერთმაც. ეს არის თავის მოთხოვება. ხალხო, ღმერთთან მისასვლელი არის დრო არსებობს, არც ადგილი და არც მანძილი. ის შენ უკვე იყოფებით ღმერთში. თქვენთან უკვე არის ღმერთი, თუ თქვენ გაიაზრეთ, საიდან ხართ, ანუ სინათლის წყარო, საიდან ხართ, ხო როგორც დავითი ამბობს, ხო, შენი წყარო ჩემშია, ჩემი წყარო შენშია. ეს არის თავი, შენი შუქით ხედავთ სინათლეს. ღმერთს ვერ მოიპოვებ და მისი მოპოვებისათვის არაა საჭირო ნიჭი და ან უნარი. რამე თუ იგი არსია ყოველივეს და არსებობას არც ნიჭი სჭირდება და არც უნარი. საკუთარ არსებობას რა მოპოვება უნდა? საკუთარ გულს რა მიღწევა უნდა? რა ნიჭია საჭირო რომ შევძლოთ საკუთარი არსებობის გაცნობიერება და დანახვა? მაცხოვარი ეუბნება ყველას, მოვედით ყოველნი მაშხვანი და თვითმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. განაქვს რამე ნიჭზე ან უნარზეა საუბარი? უბრალოდ მოდით და განგისვენეთ. არაფერს არ ავალებს იქ აი წერილები რატო არის იქ, რატო ამას არ კითხულობ, სამულები რატო არ წაიკითხე, დილა საღამოსოც რატო არ კითხულობ? არა, იესო ამბობს, მოდით ჩემთან ყოველი მაშხვანი და მე განგისვენეთ. ამაზე მარტივი არაფერი არ არის მეგობრებო. ამას არავითარი ნიჭი არ სჭირდება და რაღაცა ფილოსოფია. ღმერთში ხომ ტყუილი არ არის. იგი ხომ არ მოგვიწოდებ და ეს ასე რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი. წესიერი კაცი არ იკადრებს რომ ყველას მოუწოდოს. მოდით სულ ყველანი და გახდით პოეტებსო. ან ხატრებს, ან მეცნიერებსო, იმიტომ რომ ეს ტყუილი იქნებოდა ადამიანთა შესაძლებლობის არათანაბრობის გამო, ასე რომ ადამიანის ღმერთთან მიახლებას არ სჭირდება განვითარება, ევოლუცია. ასე რომ ქრისტე მათყუარა იქნება თუ ამ კუთხით მოგვიწოდებდა რომ დამიახლოვდით. არა, ის ამბობს უბრალოდ მოდით ჩემთან. და არა დამიახლოვდით. მას უნდა მხოლოდ გამოვლენა. ანუ მანიფესტაცია. როგორ უნდა მოხდეს ეს? განწმედით, ადამიანები ყველაფერში სხვავდებიან ერთმანეთისგან. ღმერთის წინაშე კი თანაბარნი არიან და არავის აქვს უპირატესობა სხვასთან შედარებით. რადგან ღმერთი თანაბრად ყოფოს ყოველივეში. იგი არის დასაბამი არსებობისა, რომელიც არასდროს არ განშორები ადამიანს და არც არასოდეს არ დაუკარგავს ხატება და მსგავსება. როცა ნათქვამია, ვისაც გონია რომ რაღაცა იცისო, აქ ცოდნის წინააღმდეგ კი არ არის ეს მითითება მიმართული, არამედ გონების იმდგომარეობის მიმართ, რომელსაც გონია რომ იცის, ანუ დარწმუნებულობის მიმართ. იმან არაფერი იცისო, ანუ სამეცნიერო დონით შემოზღუდვა და ჩაკეტვა საკუთარი გონების არის ის ზღუდეო, რომელიც ხელს გიშლის სინამდვილის, ანუ ღმერთის აღსაქმელადო. აქ მეულებო პარალელებს გავავლებ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მუხლს შევეხეთ. ესე იგი, ადამიანები ყველაფერში სხვავდებიან ერთმანეთისგან, ღმერთის წინაშე კი ყველა თანაბარია. ასე რომ ვიღაცა თუ თავს მოძღვარს უწოდებს, ვიღაცა თუ თავს მამაოს უწოდებს, ეს არის მეგობრებო უდიდესი ღვთისგმობა, უდიდესი წყევლა. და გეტყვით რატო? თუ მაგას მეტყვით რომ მოციქულები ფულს იღებენ ამ ღვთისმსახურებაში და ღდლებს ჭამა უნდათ, მოიხსენებათ პირველ ეკლესიაში ქონება იყო საერთო.
პირველ ეკლესიაში სად იყო მდიდარი და ღარიბი? იქ ყველას საერთო ჰქონდათ გონება. და ინაც ნაწილდებოდა ყველას, ვისაც რა სჭირდებოდა თანაბრად. აქაც იგივე სამოს თომას ახარებაში, რომ ღმერთი თანაბრად ყოფოს ყოველივეში. ის არავისზე, ჩვენ არავისზე მეტი და უპირატესობები არ გაგვაჩნია არავისზე რა. ნახეთ, არასოდეს ღმერთი არ განშორებია საკუთარ მიმდევრებს, მის მოწაფეებს და მის მორწმუნეებს, ვინც კი იწამებენ მისი მოწაფეების სიტყვებს. არასოდეს არ არის არც მანდრო, არც მანძილი, არც რამე ადგილი ღმერთთან დასაახლებლად. ის არის ჩვენში და არასოდეს არ გაგშორებია. სულიწმინდა მოგცო და სულიწმინდა თქვენში იქნება ყოველთვის. და გაგახსენებთ ის, რაც მე თქვენთვის მithქვამსო. სულიწმინდის გარეშე ვერავინ ვერ განმარტავს წერილებს, ყოველივე სულიწმინდით განიმარტება. ასე რომ მე მინდა დაგანახოთ თქვენ, ვინც აყენებს თავს მაღლა და უწოდებს საკუთარ თავს მოძღვარს ან მასწავლებელს, ეს არის უდიდესი ღვთისგმობა. და შენ ვინ გითხრა, რომ შენ მღვდელი ხარ? და ვინც მათ ამ მამაოების ვიდეოებს აზიარებს, იმათაც გეუბნებით რა. ქრისტეში აღარ ანსხვავებს განსხვავება. დიდი, პატარა, მასწავლებელი და მოწაფე, არამედ ერთი ვართ ყველანი. ქრისტემ საკუთარი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია. გამოცხადების 1:6 ნახეთ. ჩვენ კი ქრისტეში ვართ დაძმები. იერემიას თანახმად არავინ არავის დაუწყებს ერთი მეორის სწავლებას შეიცაინ ღმერთი, რადგან პატარიანად, დიდიან პატარიანად ცნობილი იქნება ის ყველასათვის. იერემია 31:33 ნახეთ. 31:33 მოხდა. მოკლედ ქრისტიანული აპოლოგია ასწავლის ზუსტად უპოვარებას. რომ ამბობთ, რომ დაბოღმილები ხარ თუ და ის ღვთელი რო გამოდის, კიდე ისო იძახის მამაო, რომ თუ ღვთლობაში ფული იშობა, მოდი შენ გახდე ღვთელიო. ეს არის მეგობრებო, წმინდა წყლის ტყუილი და უდიდესი დამახინჯება ქრისტიანული აპოლოგიის ხალხო. სად ნახულობთ ამ ღვთლებს ერთი ამიხსენი რა. სად იპოვოთ ესეთი საცოდავები, ასეთ განმარტებებს რო აკეთებენ. კაი, მოდი ამაზე ნახოთ. ჩვენ არ ვიმოღმებით ღმერთმა იმდენი მისცეს მაგუდლესა, რომ უსახკაროები და უპატრონო ბავშვები და შეემწყურვალი ადამიანებს დაეხმაროს. მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ქრისტეს გულიზე იდევნებიან და კლავენ ქრისტეს გულიზე უცხო ქვეყნებში. აი მათ დაეხმარონ და იმათ გაუწივნეს დაფი ამხელა ფული და აუშინონ იქ და ხარდაჭერა გამოუცხადონ მაგ ადამიანებს. ნუ ფარულად ვინ ასაკეთებს, კიდე ცალკე ცემა, მაგრამ სიმდიდრე ის, რომ ის ჩემგან განსხვავდება ფინანსურადაც კი, ეს არის ღვთისგმობა, ეს არ არის მღვდლობა, ქრისტიანობა ამას არ გვასწავლის. ქრისტიანული აპოლოგია ასწავლის ზუსტად უპოვარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ასკეტიზმურ ცხოვრებაში და მით უმეტეს თუ სასულიერო პირი ხარ და თავს საღვთისმსახურო მასწავლებლად ასწავლი, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ შენთვის მთავარი მნიშვნელოვანი არის უპოვარება და არა კომფორტის მოძებნა. როგორც წერს პავლე მოციქული, ტვირთად არავის დაკწოლილი ვართო. არამედ ჩვენი შრომით გაქონდა თავიო, რადგან ვასწავლით, ვინც არ შრომობს, ის ნურს შეჭამსო. ესეც ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის მეორე თესალონიკელების 3:8, ასევე ქადაგებაში ფული არ მოგვითხოვიაო, არამედ ჩვენი შრომით ვირჩენით თავსაო. ამას ამბობს პავლე. პირველი კორინთელების 9:14-18 მუხლებში. საზღაური სახარების ქადაგებისა უკვე ის არის, რომ ახარებ და არ სარგებლობ მახარების უფლები და სანაცვლოდ არ ითხოვ მიწიერ დიდებას და პატივს. სიმდიდრეს და ფუფუნების სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, უმძიმესი ცოდვაა დიდების მოყვარება, პატივმოყვარება და ნაყროვანება. ნაყროვანება არ არის მხოლოდ ჭამა. ნაყროვანება არის ზედმეტის ქონის სურვილი. აი დღეს რომ ოპელი დადიხარ და ხვალე რომ ჯიპს მოითხოვ მრევლისგან, ეს არის ნაყროვანება. აი ეს ჯიპი როცა გაგიწვდება და მე მაგარ ჯიპს რომ მოითხოვ, ესეც ნაყროვანება არის. ეს პატივმოყვარეობა აღარ არის. როცა ითხოვ სახარების ქადაგების სანაცვლოდ რაღაცა მატერიალურ სიმდიდრეს, ეს უკვე აღარ არის ქრისტიანობა. ეს უკვე შეფერხება. ბრილიანტის პანაღი აღარ გამიგია ხალხო. ხალხს რატო აფრკოლებთ ქრისტეს ეგეთი რაღაცები არ უსწავლებია და ნურს თქვენ ნუ გაუკეთებთ ამას და ნურს თქვენ ნუ იქადაგებთ და ნუ გაყვებით მაგ გასაცდენელებს რა. ასე რომ ჩვენ ბოხმით კი არა ვარ, ჩვენ ვართ სამართლიანობით ავსვლი და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ აი ეს ეშმაკის შვილები ვამხილოთ და ვინც მათ ხელზე კოცნი და ვინც მაგათ ამართებ და იძახით, რომ აი ერთი ცოცხით ნუგვით სულ ყველას, როგორ არ უნდა მოუგავო ქრისტეს უამყოფელი, ვინც ჩემზე მაღლა აყენებს და ვით ხარ ჩემზე მეტი. ქრისტეში ყველა ერთი ვარ და აღარ არსებობს განსხვავება. ის ვიღაცა ეპისკოპოსია, ვიღაცა რანგით ეს არის, რანგით ეს არის, არ არსებობს. ქრისტეში ყველა ერთია. ყველა ღვთისმსახურია და ადრე სახარების მქადაგებელი იყო ქალის და კაცის და ერქვათ დიაკონები. დიაკონია ნიშნავს მსახურებას. ბერძნული ტერმინია და არა რაღაცა შავი კაბის ჩაცმას და თავის გამოჩენას, სხვების დასანახატლოსვას. ეგ ამას არ ნიშნავს. დიაკონია ნიშნავს ზუსტად სახარების გავრცელების საქმიანობას, სადაც მოციქულები აკეთებდნენ და აკეთებდნენ ქალებიც მათ შორის. ასე რომ მუქთა ხორობით ნაშოვი ფული არის ზუსტად ღვთისგმობა.
აი ვინც ამას ამართლებს, მუქთახორობით ნაშოვებ ფულით გამდიდრებულ მამაოებს ვინც ამართლებთ და მათ ქადაგებას. გამოდით კომფორტის ზონიდან, გვდლებო და გაჭირებულ მშიერ ბავშვებს გავუყავით ლუკმან და დევნილი უსახკარო უბოლი და ღატაკი. დააბინავეთ, ბინა მიეცით. ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვებაო, ესეც თქვა იესომ. და არა მარტო ის, რომ უშაქი ღირსია თავისი სასყიდლისო. პავლე იმასაც წერს, რომ კაცთაგან დიდებას მე არ ვეძებ, არამედ როგორც მამა შვილებს და თავის შვილებს და ძიძა თავის პატარებს, ისე გეულებოდით თავზეო, ისე ვიყავით თქვენთან. პირველი თესალონიკელების მეორე თავის მე-11 მუხში. არც ერთი მამა შვილისგან არ ითხოვს ფულსო, არამედ მამები აქეთ უგროვებენ შვილებსო. ხედავთ, მეორე თესალონიკელების 2:14-ში ამოცანას. ასე იგი, თუ თქვენ მამებად იწოდებით ვინმესი და ვინმეს მასწავლებლებად, ხო? მით უმეტეს თქვენ мотиваცია უნდა იყოსო თქვენი შვილებისთვის შეაგროვოთ ის თანხა და თქვენ შვილებს შეუგროვოთ ეგა და ასწავლოთ სახარება, რომ გაავრცელონ და იარონ. პილიგრიმები იყვნენ და როგორც მოციქულები ასწავლდნენ, ყველანი ერთი ყოფილიყავით ამ სახარების გავრცელებაში. ეს მოსპეს თავიანთ კუჭებზე ფიქრობენ და ამათი ღმერთი კუჭია. აი ამაზე მეუბნები თქვენ რომ კარგი მღვდლები არიან და ესენი არიან, რა ქვია, ყველას ერთ ცოცხით ნუღვი, ამაზე მეუბნები თქვენ, რომელიმაც სამოციქულოს სწავლება დაამახინჯეს და რომელი მაზეა საუბარი, აგე თომას სახარებას ეხა გავიგერო, ყოფილა ბიბლიაში შესული და მარტო მაგის გამო ამოუღიათ რომ 118 მუხში ქალს ნებას თავს იესო ქრისტე იქადაგოს სახარება. აბა წმინდანინო ვინ იყო? წმინდანინო მიქადაგა სახარება. ანუ მოციქული იყო. ისიც ღდლობის ფუნქციას ატარებდა. ღდლობა არის თუნდაც ის არის რომ სახარება იქადაგო წარმართებში, ანუ ვისაც არ სამს ქრისტე. აი მუსლიმებიც კი ქრისტე არ იღებენ, როგორც უზენაესთან ყოფი, როგორც სამყარო შექმნადი არსებული მამასთან ყოფი არსება. ანუ ქრისტეს ზეციურ ბუნებას უარყოფს მუსლიმი. ანუ ესენიც ჩვენი მხრიდან ვინც სახარებას ქადაგებთ არიან წარმართული ცნობიერების, რომელთაც უნდა უქადაგოთ ფსალმურებიდან, ესაიადან, ძველი არქივიდან და წინა ტექსტებიდან, რომ ქრისტე აბრაამის დრომდე არის. ქრისტე არის ქვეყნის შექმნამდე მამასთან. ქრისტე არის ის, ვინც მამის დიდების ანარეკლი, აი ამაზე უნდა უქადაგოთ. ეს იყო სახარება. სახარების ქადაგება, რასაც ეწეოდნენ მოციქულები. და რახან ამას არავინ არ აკეთებს, ამიტომ არის რომ თავზე დაამხო ღმერთმა. ამიტომ ეს დღეს გართულებული მდგომარეობა, არა მარტო მართლმადიდებლობაში, არამედ თვითონ საქრისტიანოშიც ძალიან დიდი დაპირისპირებები არის ერთმანეთთან და ეს ეგრეც უნდა ყოფილიყო. რადგანაც არ ეძებნი ჭეშმარიტად ღმერთს თავის თავში, როგორც მოციქული თომა ამბობს. ესე იგი, თუ მამა არის, ისინი ვალდებულები არიან ჩვენ შვილებს, რომლებსაც გვასწავლეს სახარება, შეგვიგროვონ თანხა. ანუ ის რომ მღვდელს სჭირდება და მღვდელს ყავს შვილები, მარტო მღვდელს არ ყავს, გალობლებსაც აყავთ და მედავითნებსაც აყავთ შვილები და მრევლსაც აყავთ შვილები. ისინიც ეკლესიის ნაწილები და წევრები არიან. ეკლესია არ არსებობს მათ გარეშე. ხალხი თუ არ მივა იქ, ეკლესია არ არსებობს. მარტო ერთპიროვნულად ვიღაცა პასტორი და მღვდელი არ არის ეგრე რა. იქ ყველა მღვდელია ღმერთისა. გამიგეთ? მამაზეც არის თავისი ღმერთისა და თავისი მამის შვილება და მღვდლებად გვაქცია იესო ქრისტე. რატო გავიწდებათ ეგ ხალხო? რატომ არ კითხულობთ ამ მუხსო? მამები უნდა უგროვდნენ შვილებს ფულს და შვილებისგან, ანუ მრევლისგან არ უნდა ღებულობდნენ ესენი. ოფშიაკებს. ეს რაღაცნაირი საქმეების გარჩევის იმათ აქციეთ თუ რა აქციეთ ეს ტაძრები და ეს ვითომ ტაძრები ეგეც არა, ეგ იყო საწმინდრები ერქვა, ეგ ტაძრები არ არის. ტაძარი ერთადერთი იერუსალიმის ტაძარი იყო, სხვა ტაძარი ტაძრად არ ითვლებოდა. ნუ მოკლედ რაც არის, ხო? რაზე გაქვთ პრეტენზია, რომ სამოციქულო სწავლებაზე გაქვთ პრეტენზია, როდესაც არც ერთ მღვდელს არ აქვს ნიშნები, რომ ხელს დაადებდნენ და სნეულებას განკურნავენ, რომ საწამლოს დალევენ და არაფერს არ ავნებთ, გველი უკმეს და არ მოკვდებიან. არც ეგეთ ნიშნები არ გაქვთ. დაანებეთ თავი რა, რაც არ გესმით და არ იცით, შეეშვით, არ ვიცით და არ ვაღიარებთ. ეგრე წმენა არ არის, რომ რაღაცას წაიკითხავ და იმის განმარტება არ არის. ჯობია თქვათ, რომ არ მესმის და არ ვიცი და არ მწამს რა, ვიდრე თქვა, რომ წამს და ვერ ახსნა. ვერ აუხსნა შემსმენელებს. ასე რომ მუქთახურებო, უქნარობით ნაშოვ ფულს რომ აპრავებთ და თქვენც ვინც მათ ხათ უჭერთ და თქვენც თავად მათ მონებად გაქციეს, ვისაც თქვენ ხელს აფარებთ. აი ამის თქმა მინდოდა მეგობრებო, ვისაც ყური აქვს, გაიგოს რას ეუბნება სრული ეკლესიებს და გავაგრძელოთ. დღეს მეც ვეღარ მორჩები, ასე ვთქვათ. 19 მოხლე მინდოდა მესაუბრა, 19 მე-20 მოხლის მიხედვით, მაგრამ ამას შემდეგში გავაგრძელებ. ეს ჩავამთავრო ჯერ. თავდაპირველად იყო გონი და გონი იყო ღმერთში. და ამიტომ გონი იყო ღმერთი. იგი იყო დასაწყისში ღმერთთან. ყველაფერმა მისგან დაიწყო არსებობა და მის გარეშე არაფერს არ აქვს არსებობის დასაწყისი. რამაც დაიწყო არსებობა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო სინათლე შეგნებაში. და სინათლე ბნელში ანათლებს და ბნელმა, ანუ ცნობიერების ნებებით დაბნელებამ ვერ შთანთქა იგი.
სინათლე. ეს იყო ნამდვილი ცოცხალი სინათლე, რომელიც ანათებს ყოველ შეგნებას, ანუ ადამიანს წუთისოფელში ჩამოყალიბებულს. ეს არის ქრისტე. ეს ნათელი არის წუთისოფელში და წუთისოფელი აგრძელებს არსებობას მისით. და წუთისოფლით შეპყრობილი შეგნება ვერაცნობიერებს ამ სინათლეს. იგი მოსულია თავისიანებთან, თავისი მსგავსი ხალისხის მატარებლებთან, მაგრამ მისი მსგავსების მატარებელი გონებები არ ღებულობენ მას, ხოლო ვინც მას ღებულობდა, იგი აძლევდა მდგომარეობას გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, მისი არსებობის მორწმუნეებს მისი სახელდებით ხმობით, რომლებიც ანუ ინდივიდუალური შეგნებები არა სისხლით და ნათესაური ტრადიციით იყვნენ ჩამოყალიბებულნი, არც სხეული საჭიროებიდან გამომდინარე ფილოსოფიით და არც კაცობრიო ბუნების დომისაგან, არამედ იშვენ თავად მამაზეციერი უზენაესი ღვთისგან. დაგემშვიდობებით მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო, სათქმელი ძირითადად თქვი, რაც მინდოდა რომ გადმომეცა თქვენთვის და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარებს ველოდები თქვენსას. მადლობა მოსმენისათვის, ნახვამდის.